გემრიელი ყავა მინდა გავაკეთოთ, ესე იგი. აი, ასეთი ყავა მიყიდა მეუღლე. მე ამას ყავას ყიდულობ, თქო, მაგრამ ეს ახალია რაღაც. მადლობა. სასწაული. გამომივიდა ძალიან გემრიელი ტომატის სმუზი. ახლა გაგიზიარებთ რეცეპტს. ასეთი კონსისტენცია გამოვიდა. აქ არის 2 მწარი წიწაკა, 6 ცალი პომიდორი, მარილი და 1 დიდი ხახვი. ამ ყველაფერს ვასხამთ ამ ჭიქაში. აქ არის 2 აი ესეთი ქოშა. სანთელი მინდა დავანთო. აი ასე მაქვს აქ საწოლთან მილაგია და რა ვიცი რომელიც მომინდება. თუმცა ანთებაც იმას ვანთებს მე გავაკეთე. ყვავილები ჰქონდა აქ, მაგრამ მოვაშორე ჯერჯერობით, ესეც მე გავაკეთე ალბათ. ამას დავანთებ ცოტა ხნით. და ამას კაი სორნელი აქვს. აუ. ეს გუშინ გავრეცხე. შემთხვევით ჯიბეში იდა და გავრეცხე. აი ასე. ყავა. ახლა დავჭდებით 15 წუთი. ჩემია. ესე იგი 5 წუთი ჩამოვჭდები მეთქი აქ და სანამ ბავშვები ემზადებიან, მეზობლებთან მივდივართ. რითი თქმა მინდოდა? ჩემი ლაიფ ჰაკი, სამუშაო მინდა გაგიზიაროთ. ესე იგი, ადრე დილით, როცა დილა იწყებოდა და მიწევდა დალაგება, ხო ეხლა საწოლების ალაგება და ასე შემდეგ, ну ერთი სიტყვით ეს დილის რაღაც რუტინული საქმეები იწელებოდა. იცით რატო? იმიტომ რომ რაღაცას ვაკეთებდი, ვიღაცა რაღაცას მთხოვდა და ну ყურადღება გადამქონდა და ძალიან დიდი ხანი მიწევდა ამ ყველაფრის გაკეთება და ეს რომ მომბეზრდა. და რას ვაკეთებ მე ახლა? ვრთავ ტაიმერს. ტაიმერს როცა ვრთავ, დავუშვათ 9 საათი. 9 საათი ვუნდები ამ ყველაფერს უცებ რო გავაკეთო და არაფერზე არ გადავიტანო ყურადღება. და ძალიან მეხმარება ეგ. ძალიან მეხმარება. ბევრ დროს ვინ თავისუფლებ. ძალიან ბევრს. რაღაცა კვესტია ჩემთვის. არაფერს არ ვაქცევ ყურადღებას სხვას და ეს ტაიმერი რომ თავდება ზოგჯერ უფრო მალე ვასწრებს ხოთა შორის 30 წუთი არც მინდება ხოლმე, მაგრამ 30 წუთში ყველაფერს ვაკეთებ. ესე იგი, საწოლების ალაგება, ტანსაცმელის დახარისხება, თუ არის, ესე იგი, სარეც მანქანაში ჩაყრა, სარეცხის ჭურჭლის გარეცხვა, დილით რომ მივირთვით და მორჩა. ну, შეიძლება რა დავგავო, ან გავამტვერ სასრუტო, ну, უფრო მაგას ჩემი შვილები ეკეთებ, მე არ ვაკეთებ. აი ასე. ამაზებია. ქართულად არ ვიცი რა ქვია, მაგრამ ლამაზესი არსებები არიან, ნახეთ. ძალიან თან ბევრია. ძალიან ბევრი.
სილამაზე მწვანილი აქ ჩაქაფული აქ ბავშვების სუპი რადგან ბავშვები ჩაქაფულს არ ჭამენ და ის იქნება გემრიალისი სუპი და ეხლა მინდა რომ ეზოში ვნახოთ ესენი ნახეთ გადი წამო გაჭამო წამო თან როგორ მიყურებენ ხოლმე როგორი თვალებით აუზიდან ვცლი წყალს მინდა გავროცხო და გაჩვენებთ ახლა მოდი ისე რატო ჭამენ ვერ ხვდები თავის ჯამში რო უყრი არ ჭამენ დღეს ბავშვებზე გავფრასდი ნახევარი საათი გთხოვე მეთქი გთხოვთ შვიდად მეტრო თავი მტკივოდა და წამოვწექი ისე ყვიროდნენ რომ ძალიან გავფრასდი ენერგია ამომეცალა იცლება აი ასე შვენივრად და კარგად ძალიან ჭუჭყიანი არ არის მაგრამ ხვალ არ ვიქნებით სახლში დღეს ავავსეთ და ხვალ დღეს განმავლობაში რომ გათბება ზეგ უკვე ვიბალანებთ ნახეთ რა ლამაზია ძალიან ლამაზია ძალიან მწვანე და ლამაზია ყველაფერი აქ ეხლა რაღაცა საოცრება უნდა გაჩვენოთ შეხედე ნახეთ სავიყავი ამდენი ხანი არ მოდიოდი აი ძაღლმა შეაშინა ნახე რომ ხელა კოდი აქ ეხლა გადახტება უყურე გადა წავიდა ხო? აჰა ეს ჩემი ყავა ცოტა დარჩა მაგრამ კიდე დავემატებ აქ ნახეთ რა ამბავი გვაქვს ესე იგი ამას მე ვეძახი ბათუმში რო არის ბულვარზე ზღვაზე გასასვლელი ასეთი ფიცრის როგორ გითხრათ მიხვდით რა მაგას გავს ეს მეუღლემ დადო აქ რადგან აქ ამოთხარეს აქ ჩვენ ვაკეთებთ ვერანდას ამას და აი ამ სივრცეს ვაერთიანებთ აქ ამიტომ არის ყველაფერი რომ რემონტის პროცესში ვართ ამ ყველაფერს გავაერთიანებთ აქ იქნება დიდი ვიტრაჟული ფანჯრები იატაკიდან ბოლომდე ზემოთ აი ამ სიმაღლემდე და აქ იქნება შუაში ბუხარი ეს იქნება სულ ღია სივრცე იმ მხრივ რომ გისმენ ხო და აქ იქნება ასეთი ღია სივრცე ღია იმ მხრივ რომ დაკეტილი იქნება მაგრამ ეს ვიტრაჟული ფანჯრები რომ იქნება გარეთ დაჩნდება ყველაფერი და იცით რაზე ვოცნებობ აი ზამთარში როცა თოვლი იქნება აქ ხო თოვს ძალიან ხშირად და ძალიან კარგი რაოდენობის თოვლი მოდის ასე ვთქვათ აი მაგარი იქნება აი ბუხართან ფიფქიროზის იქ იქნება ბუხარი დაახლოებით ჩამოვჯდები ყავასთან შევხედავ ამ ლამაზეს თოვლს შემოდგომაზე ძალიან ლამაზი იქნება პრინციპში ზაფხულში ძალიან ლამაზი იქნება ნუ ერთი სიტყვით აი ასეთი გამოდის აი აქ იქნება ასეთი ასასვლელი კიბე აქ კარი და აქაც იქნება კარი ამ კარს შევცვლით გამჭვირვალე კარზე რომ სამზარეულოდან დაჩნდეს ეს სივრცე ხო სამზარეულოს გამოვიყენებ როგორც სამზარეულოს და აი აქ იქნება ისეთი ტერიტორია ზონა სადაც იქნება მაგიდა სადღაც იქნებიან სტუმრები სადაც
შევჭამთ ჩვენ. ნუ ძალიან მიხარია. ეს აქ იდგა აუზი, მაგრამ აქედან იგადავიტანეთ, რადგან აქ არ მომწონდა რაღაცნაირად. და თან ნახეთ ბალახი როგორ აღარ იზრდება, მაგრამ გაიზრდება. აი იქ მომწონს უფრო ის სივრცე. რატომღაც ასე მომეწონა და გადავიტანეთ აქ. უნდა ჩავრგათ ყვავილები. ეს მომამზადე, მაგრამ ამათ კიდე უნდა შიგნით ასეთი უფრო მოკლე ქოთნები. ეს ბავშვებმა იქ დაალაგეს რატომღაც და არ ვიცი რატომ. ეს ტაფა არის. ნახეთ, ყველაფერი დაუყრიათ. ეს კამი. ეს იბანავეს და ყველაფერი დაყარეს. აი ასე ეს წყალი დღეს უნდა შევცვალოთ. ფეხსაცმელი უნდა ავკრიფო. ეს ტაშტიცით რატომ იდგას სანამაულში ჩავლენ, აქ იბანენ ფეხებს და ისე ათი. ხო. აქ ასეთი ბევრი რაღაცა ჩაუყარა. ხო, ანუკი. როცა ბანაობენ, ანუკი ცხოვაკ ცურავს და წყალი არის ძალიან ცივი და წყალი ანუკი. მზე გამოვა და მერე. ანუკი ხო საკმაოდ პაწუკა არის. მაგრამ ეს აუზი კარგად აქვს სიმაღლეში. 65 სანტიმეტრიანია და ძალიან მშვენივრად არის. თან იმ წრეებში რომ ჯდება ბანაობს, ესენიც შეუძინე ყოველი შემთხვევისთვის, მაგრამ არ უნდა ხოლმე. აუზიდან მერე მოდიან აქ. და სხვათა შორის აუზიდან მე რომ ამოვდივარ, აი აქ ვწვევები და ძალიან კარგი ახლა არ ჩანს, მაგრამ აქვს უკვე როჟი ზაგარი რა. აქ ასეთი გზა არის. როგორ გაჩნდა ეს გზა? ხაზრზე ვარ, ალბათ რა დავდიოდით აქეთ ხარის, იმიტომ წავიდეთ, მინდა შევხედოთ ჩვენს მინდა შევხედოთ ჩვენს იასამანს. ეს არის? ეს არის და რა არის ეს თეთრები? ეს არის პეპელა. ეს არის ესეთი პეპელა. რომ ხელა გაზრდილ ხარ შენ. და რა ლამაზი ხარ, დიდი ხანი არ მინახავს. ეს ერთი უნდა გადავრგათ. ერთი კი არა, 1, 2, 3, 4. 4 შეგვიძლია გადავრგათ. ეს რატო გახმა? არა, ეს არ არის იასამანი. ეს უკვე იქნება ყვავილი მომავალ წელს. ასე, ნუკი უკვე ავიდა. წავალ სახლში მე. კაია? ნიკი ყოცი უკვე. უკვე მესამე საათია, როცა ეს აუზი იცლება. ახლა უკვე აქედან იცლება და სადღაც ამას უნდა კიდევ 40 წუთამდე. მანდარის მოგიტანე, ახლა მოიცადე. აგზი ვარ ხოლმე ზოგჯერ, როცა ბავშვები ბანაობენ. ან რო დახტიან ამ ბატუცზე და უყურებ ხოლმე. სხვათა შორის კარგი ადგილია ისეთი. ჭრტილი. ეხლა ცოტა რომ დაიცლება კიდევ, ცოტა კი არა, მთლიანად რომ დაიცლება, აი იქედან რაც შეძლებს ის გამოვა წყალი, ცოტა დახრილად არის, ნახეთ, სპეციალურად გავაკეთეთ, რომ უფრო მეტი წყალი დაიცალოს, რადგან ნახეთ აქ როგორ არის. აი იქ კიდევ ამის ქვემოთ პატარა ადგილი რჩება და აქ რჩება ხოლმე კიდევ ცოტა წყალი. და მე შევდივარ და აქ ასე ვცლი, შემდეგ ჩავალ, როცა ეს უკვე დაიცლება ბოლომდე, რასაც შეძლებს დაიცლება, მე ჩავალ, გავრეცხავ კარგად. აი ეს ყველაფერი უნდა ამოვიღო, იმიტომ რომ ამას ვაკეთებ 5 დღეში ერთხელ. იმიტომ რომ ბავშვები რო ამოდიან, მე ჩადიან, აქ კი ვდგამთ ტაშს, რომ ფეხები დაიბანონ სანამ ჩავლენ, მაგრამ ზოგჯერ ისე ამოდიან და ჩადიან, რომ ვერ ხვდები. თან ვერ ვაკონტროლებ და
ყოველთვის. ხო და ამიტომ არის ნახეთ როგორ თან თავისი ისა აქვს ნახეთ აი რაღაც ნადებივით რაღაცა მაგრამ ძალიან ხარისხიანი აუზია აი ძალიან რა ვიცი და ეხლა ვფიქრობთ რომ ამაზე დიდიც უნდა გვეყიდა რადგან ვფიქრობდით რომ სანამ აითვისებენ ბავშვები ამ აუზს არის 65 სანტიმეტრის სიმაღლეში და 3 მეტრი არის აი ასე რა და სანამ აითვისებენო ჩემო მეუღლემ ეს ზაფხული იყოს და ისე მალე აითვისეს 2 დღეში უკვე როგორც ცურავობენ უნდა გენახათ და წყლის ქვეშაც ჩადიან ეს სათვალებიც უყიდეთ და ერთი სიტყვით რა ხო და უფრო დიდი უნდა გვეყიდა არა უშავს მომავალი წლისთვის ალბათ ვიყიდით მაგრამ მე მომავალი წლისთვის აი იქ მინდა აუზი უკვე რეალური მარა ეს მგონი არის არარეალური მომავალი წლისთვის და აი ასე რა ეს კიბე არ ვიცი რისთვის დადგეს იმიტომ რომ კიბეზე არ ცადიან ადრიანა საერთოდ აი აქედან ხტება იქ აი ასე ეხლა იქ ჩავალაგე ბატუტში ეს ყველაფერი წრეები და რაღაცეები რა გაშრეს და მე იქ ჩავდებ. მოხვედი გოგო? Нету. Там я